უმაღლეს დონის ოპერაცია ჩაატარეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ყავს ეგრეთ წოდებული ბირთვული ტრიადა, რაც გულისხმობს, ანუ სამეული. გულისხმობს საჰაერო, ატომურ შეიარაღებას, საზღვაოს, უფრო მეტად წყალქვეშას და სახმელეთოს. ამას ქვია ბირთვული ტრიადა, ეს არის პუტინის საამაყო შვილობილი ბირთვული ტრიადა. ახლა რო ავიღოთ საზღვაო ბირთვული პირდაპირ არა, მაგრამ შავი ზღვის ფლოტი ფაქტიურად გაუნადგურეს უკრაინელებმა. ისი ბრძოლის უნარიანობა 1/13 შეამცირეს და ფაქტიურად ცხვირს ვეღარ ყოფენ უკვე. პორტებიდან ვეღარ გამოდიან, მათ შორის აფხაზეთის ხევხუებში იმალება რუსული ფლოტი. მეკობრეებივით, მეორე აი დაარტყეს საჰაერო ტრიადის საჰაერო ერთეულს. სტრატეგიული ბომბდამშენები იქნა განადგურებული, რა ინფორმაციაც არის, რამოდენიმე ათეული არის განადგურებული. თან ის თვითმფრინავები, რომელსაც რუსეთი უკვე დიდი ხანი აღარ უშვებს. ანუ ეს აუნაზღაურებელი ზარალი არის და მეორე არის სამხედრო პოლიტიკური დარტყმა ერთია და მეორე არის მორალური. დიახ. აგერ რუსეთს ჰქონდათ პროპაგანდა გაჩაღებული დასავლეთში და ბევრი იყო ამაზე აყოლილი, რომ აი რუსეთი ომს იგებს, უკრაინა ცოტაც არის და დაეცემა, უკრაინას აღარ შეუძლია არაფერი და აგერ ნახეთ რა უკნეს, გაუნადგურეს სტრატეგიული ავიაცია, რუსეთს სტრატეგიული ავიაცია აღარ აყავს ფაქტიურად. ამის აღდგენა თუ რომელიმე თვითმფრინავის აღდგენა მოხდა ცოტა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ძალიან რთული კონსტრუქციის თვითმფრინავებია ეს, რომ მოხდეს ამას წლები დაჭირდება ამის აღდგენას. ამის პოტენციალი ახლა მეომარ რუსეთს არ აქვს. ფაქტიურად დატოვეს სტრატეგიული ავიაციის გარეშე. აი ეს არის ძალიან სერიოზული ოპერაცია, ახლა ბევრი ადარებს იმას, რაც ებრაელებმა ჩაატარეს ეგრეთ წოდებული პეიჯერების ოპერაცია, როცა ჰეზბოლას ხელმძღვანელობა ფაქტიურად ყველას ყურში აუფეთქეს და შარვალში აუფეთქეს ისა რა ქვია პეიჯერები, ხო? ბევრი ამბობს, რომ ეს უფრო სერიოზული და უფრო დიდი დარტყმა მიაყენეს ახლა. ფინანსურადაც, ხო, სად ახლა ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა და სად რუსული სტრატეგიული ავიაცია. ნუ ძალიან მაგრად მუშაობენ უკრაინელები არიან. აი სუპერ სპეცსამსახურები და სუპერ არმია ყავთ რა. ოჩახ მე ულოცა უკრაინელებს და ყველა პატრიოტ ქართველს ულოცავ კიდე ამას, რომ ეს ჩვენთან ერთ-ერთი თავი პრობლემა ანუნა იცი რა არის, ქოცობის პრობლემა იცი რა არის. ქოცობა მაშინ ჩამოიშლება, როცა ეჭვი შეეპარებათ რუსეთის უძლეველობაში. ქოცობა ბევრი რაღაცისგან შედგება. დიახ. ბევრი იდეოლოგიური სიმახინჯისგან და ერთ-ერთი იდეოლოგიური სიმახინჯი არის რუსეთი არის მუდამ უძლეველი. ეს არის ძველი საბჭოთა კავშირის ნარატივების გაგრძელება, რუსეთის იმპერიასაც ვერ დააბრალებ ახლა ამას, ხო? საბჭოთა კავშირში ისე გაიზარდა ხალხი, რომ რუსეთი არ მარცხდება არასდროს, ომი არ წაუგია, ბრძოლა არ წაუგია. ვითომ იაპონიასთან ომი ახლა იმისი არ იყოს, რა ქვია, პიპინიერის თავის ხელს რო გამოასრო პორტ-არტურიდან და ვინ გაიმარჯვა იქ? ყირიმის ომში ვინ გაიმარჯვა? არავინ არ იცის საქართველოში, რომ ყირიმელი თათრები საშუალოდ საუკუნეში ორჯერ სამჯერ წავდნენ მოსკოვს. ლიტველები მიადგნენ, პოლონელებმა აიღეს რუსეთი, შვედებს არაერთ გზის დაუმარცხებიათ, ხო? ამიტომ აი ეს მითი უნდა ჩამოინგრეს, ხო? ახლა როცა ომი დაიწყო, სამწუხაროდ აგრესია როცა დაიწყო, ქოცობა იყო აღტკინებული, ლამის ექსტაზში იყვნენ, უკვე სექსუალური ექსტაზი ჭირდათ, აი კიევი დაეცემა ახლა და არიან ქართველებში, ახლა ნუ დავუმალოთ, არიან ქართველებში, ეთნიკური ქართველები, თუ რეალ ქართველობასთან იმას არ აქვს, ვინც რუსულად ვიტყვი მათ გასაგონად. ბალეტში ყოფენ რუსეთს. ამ ომში. ზოგი ღიად მათ პროპაგანდისტულ არხებზე პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ საქართველოსთვის მომგებიანია უკრაინის დამარცხება. აი ამათ ურყევ ჭყალებში რწმენას უნდა მოეწყოს დიდი გამოცდა და ეს ერთ-ერთი დიდი და სერიოზული ოპერაცია ჩაატარეს უკრაინელს. ყველას გასაგონად. ყველას ჭკუაზე მოსაყვანად, მათ შორის მტრებისაც და მათ შორის მოკავშირეებისთვისაც.
მოკავშირეებიც უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ უკრაინა წაქცევას კი არ აპირებს. ბრძოლას აგრძელებს ძალიან წარმატებით. კი ბატონო. როგორც ფრონტზე, ასევე მტრის ზურგში. კი ბატონო და ბატონ გუბას არის თუ არა მათ შორის რუსული ის მეთოდი, რასაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მეთოდები ზოგადად და განსაკუთრებით აი რაც ხდება ბოლო კვირებში გულისხმობ პოლიტიკური ლიდერების უკვე პოლიტიკურ პატიმრობას ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და არ ვიცი მომავალ კვირაში იქითა კვირიდან უკვე სავარაუდოდ ნიკა გვარამია, შემდეგ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ალბათ დაიჭერს ბიძინა ივანიშვილი რა სიტყვით ამაზე აი პოლიტიკოსების პოლიტიკურ პატიმრობაზე. ერთ რამეს დაუკვირდეთ, ანუ ნახა მე არც ცეცხლს ვაღვივებ ოპოზიციაში და არც სურვილი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობები გააღრმავდეს ოპოზიციაში, მაგრამ დაუკვირდით ვის ემუქრებიან დაჯერეთ. იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვისაც არ უნდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და რას ნიშნავს ეს? დაუკვირდით ამას. ყველაფერი რადიკალი ეგრეთ წოდებული ჭალებში მათთვის რადიკალური და ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპული ოპოზიციონერების ციხეში შეყრა და მე ვისაც გარეთ დატოვებენ იმათმა უნდა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის ვერ ატყობთ სახელი და გვანო ისედაც არ იღებდნენ იმ არჩევნებში მონაწილეობას ბატონობას. მაგრამ დანარჩენები ნახეთ რა, დანარჩენები ნახეთ. ხოდა რო არ იღებენ მონაწილეობას და რომ მათ შეუძლია იცით როგორ არის აქ ძალიან რთული იქნება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ახლა იმიტომ კი არა რომ არ იზამენ ჩვენი კარგათაც იზამენ და მიიღებენ მონაწილეობას მაგრამ ამომრჩეველი არ მიუვათ არჩევნებში იმიტომ ამომრჩეველი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გაცილებით უფრო პრინციპულია ვიდრე ოპოზიციის ერთი ნაწილი ეს ხო ფაქტია ვერ ხედავთ ამას. ასე ეს. ამიტომ ბიძინა ხო საზღვრავს ინსტინქტებით, რისიც ეშინია, როგორც თვითონ ფიქრობს, გონია რომ ის არის ეტალონი ადამიანის ქცევების განსაზღვრაში და ისე იქცევა. აი დაგიჭერდა უნდა შეგეშინდეთ და მე უგვირს რომ არ ეშინი ამ ხალხს. აი რო დაგიჭერ უნდა გაატყდე და უნდა მოინანიო. აბა რა უნდა ქნავა? ციხეში შეგაგდებენ ყველაფერზე ხელი უნდა მოაწერო. აბა რა და რო არ შევიან ამას აღიარებას არ აკეთებენ არ ტყდებიან პოლიტპატიმრები აგერ პოლიტიკოსები ზურა გირჩი წავიდა ღია მორალურ კონფრონტაციაზე ხელისუფლებასთან და მე ცოტა არ მესმის აი გლოვა რო იყო რა აი თვითონ ზურამ გვაჩვენა მაგალითი რომ იბრძოლეთ ხალხო პირიქით мотиваცია მოგცა მან თავის ქმედები ხო არაფრით იძულებული არ იყო ახლა ზურა რომ ჯაფარა არ იყო არაფრით იძულებული რომ ანდავენ ციხეში წავსვი მან შეეძლო ერთი განცხადებით ზეპირი განცხადებითაც კი თავიდან აეცილებია ეს პატიმრობა ღია წავიდა რაც მაგალითს გვაჩვენებს ხო და ის პრობლემაც რაც ხალხსა და კერძოდ რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკოსებს შორის უნდობლობა იყო ძალიან შეამცირა ჯაფარა ძალიან ნიკამელიამ ძალიან შეამცირა იმიტომ რომ ხალხში იყო განწყობები ასეთი უკან საყივარი რომ აი პოლიტიკოსებს არ გინდათ არაფერი კაი ცხოვრება გიყვართ თქვენ და არ იბძვით და მარტო ტელევიზორში ხართ და წავიდნენ ციხეში წავიდნენ ბიჭები პოლიტიკოსები აი მელიასთან ირაკლი ოქრუაშვილი წავიდა ამას მიუხედავად იმისა რომ არ იყო ახლა არაფრის ლიდერი არც პარტიის მაგრამ წავიდა აბსოლუტურად გააზრებულად წავიდა ზურაზე აგერ თქვი ნიკამელია ნახე როგორ წავიდა კაცო ხო აი რა სიტყვის გადაცემაზე ვამაყობ თქვენით რა ვამაყობ თქვენით ბიჭებო რა ვამაყობ და ვამაყობ რომ თქვენი მეგობარი და თანამოაზრე ვარ და ასე უნდა ვიყოთ სულ ყველა ეს არის ერთობა ერთობაზე როცა არის ან უნდა ლაპარაკი სულ გორე აი ჩვენი პარტიული რაღაც გენეტიკა არ დავკარგოთ და იდენტობა არ დავკარგოთ ბიჭო არ გართმევთ ამ პარტიას ხო შეიძლება მოძრაობად გადაკეთდეს ეს მოძრაობა არის ყოვლის მომცველი იქ პარტიებიც არის კერძო პირებიც არის არასამთავრობოებიც არიან რელიგიური ორგანიზაციებიც არის პოლონეთში რა შორს მივდივართ აგერ შენ არ გემახსოვრება პატარა ხარ ასაკი ჩემი ასაკის და უფროსებს ხო გახსოვს სოლიდარობა ხო გახსოვს მოძრაობა იყო იქ პარტიებს მონაწილეობდნენ კათოლიკური პარტია იყო სხვები იყვნენ მემარცხენეებიც იყვნენ მემარჯვენეებიც იყვნენ პოლონელი ნაციონალისტებიც იყვნენ
ყველა იყვნენ. ხო? მოძრაობა ხო შეიძლება გაკეთდეს, კაცო? მე თამეს ვიტყვე, გინდათ გაფრთხილებად მიიღეთ, გინდათ თხოვნად მიიღეთ. ქართულ ოპოზიციას აქვს 6 თვე დარჩენილი, რომ საქართველოს თავარი ამოცანა, სტრატეგიული ამოცანა არის, რომ უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ალტერნატივა. მადლობა ღმერთს სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ილაპარაკა. ახლა ამ ლაპარაკს თუ საქმეს მოაყოლებს, კარგია, დიდება უფალს მიხვდა, რაც უნდა ეთქვა, ხო იქ? ხა ეს გამოსვლა, წინა გამოსვლა ჯობდა ნამდვილად. პოლიტიკური ალტერნატივა უნდა გააჩნდეს, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ ანუ ოპოზიციური ბანაკი, სადაც არის პოლიტიკური პარტიებიც თავმოყრილი და ქუჩაში გამოსული ხალხსაც აქვს ნდობა ამ ბანაკის მიმართ. ამას ქვია პოლიტიკური ცენტრი, პოლიტიკური ალტერნატივა. რას დავარქმევთ, არ ვიცი ხალხო, რა ვიცი სახელის დარქმევამდე თუ მივა მე მოგცემთ ერთ იმდენ ვარიანტს, რომ 12 ფურცლიან რუელს გავავსებ სახელად. თუნდაც ის სოლიდარობა დავარქვათ. რა პრობლემა? გავლილი გზა არის, გამარჯვების გზა არის. ანუ ახალი ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობა ირქვა იმას, ხო გახსოვთ, კაცო, არავის არ ახსოვს ჰელსინკის კავშირი, არავის არ ახსოვს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, არავის არ ახსოვს იქ რო კოსტავოს საზოგადოება შედიოდა, არავის არ ახსოვს რომ ტრადიციონალისტთა კავშირი იყო და ასე შემდეგ და ასე ყველას ახსოვს ეროვნული მოძრაობა. რა გახდა, კაცო, რას ვერ გადაახდით, რა ვერ გადაყლაპეთ, ეს თქვენი ეგო რა არის? რა და სად ვინც გულში ფიქრობს ან ღიათ ახ ნუ გასაგებია გახარებთან მე პრეტენზია არა მაქვს იმიტომ რომ იმ თავითვე გამკერძოებით იყვნენ და ჩემი ღმერთმენით ახლა გახარია სამორჩეველი კლასიკური გაგებით არ არის ოპოზიციონერი გახარია სამორჩეველს დავარქმევდი აი პატივისცემით და კორექტულად დავარქმევდი ევროკოცები არიან ესე ევროკოცები უკეთეს შემთხვევაში დავანებოთ იმ გახარიას კაც თავი კაც არ უნდა ცოცხალი თავით გაკარება, ხო ჩვენთან. ერთი აქეთა მხარე მიკითხოს რა, რამდენად სასიამოვნოა ახლა. ხო, არავის არაფერს არ უხსენებთ, მაგრამ თუ სხვა დაიწყებს ამას, მე ხსიერება ადამიანს ამისთვის აქვს, რომ რაღაცა უნდა ახსოვდეს, მაგრამ როცა საჭიროა მიივიწყოს. ახლა როცა არ გაჩერდები, ახლა გაგახსენებენ მე რა და იმ მიტინგებზე ახლა ჩვენ რო ლაპარაკობ პოლიტკორექტულობის დრო არ გახარია ზომჩეველი არ დადეს იქ. არ დადის. იშვიათად, რამოდენიმე ათეული კაცი. იქ დადის ნამდვილი კლასიკური გაგებით ოპოზიციონერი ამორჩეველი. ამიტომ ამას ყველა სახელი უნდა დავარქვათ. დიაგნოზის დრო არის უკვე 12 წელია დიაგნოზს ვსვამთ და ვარკვევთ აი ეს არის თუ დიახ. უკაცრავად. ისმის. ეს არის თუ ის არის და რა ჭირს საქართველოს და ბიძინა რატო გამოგვივიდა ამნაირი და აი ჩვენი უფლებებია დაანებეთ უფლებებს თავი ხალხო მოვალეობებზე ვიფიქროთ უფლებები აღარ არის ამ ქვეყანაში სახელმწიფოც აღარ აგვაქვს უკვე ეს სახელმწიფო არ არის ხალხს იპარავენ ჩამოყავთ აი როგორც ის ბაჩიაშვილი მოიპარეს თვითონაც ასე მოგიპარავენ საკუთარი სახლიდან ხო აი ბატონო ყველას მოიპარავს აი მელიას გატაცებაც ხომ აი მელიაც სასამართლომდე რამდენიმე საათით ნახეთ რომ ფაქტობრივად გაიტაცეს და რაღაც ეს გატაცება უკვე იქცა ივანიშვილის ხელწერად ხომ იგივე ბაჩიაშვილიც გამოიტაცეს რასაც ქვია ფაქტობრივად ხო თავად მოყვა ადამიანმა რაღაცა თვალე ბაკრული ემირატებიდან ჩამოიყვანეს რუსთავის ციხეში და საზოგადოებას უთხრეს რომ თურმე სადახლოში დაუკავებიათ მწვანე ზონაში აი რა სიტყვით აი ამ ხელწერაზე რაღაცა ეს ივანიშვილის ახალი ტრენდია ბანდიტია ბიძინა არის ბანდიტი 90-იანი წლების რუსეთში ცხოვრობს იყო ასეთ სერიალი გახსოვთ ბანდიტსკი პეტერბურგ რა ნახევარ საქართველოს იყო ბიჩერებული და ყველაზე უფრო სიამოვნებით უყურებდნენ პოლიციელები ამას ესეც ის არის საინტერესო მოვლენა ხო ვის არის იქაო მეტი არცე არ გაუგია კაც ბიძინამ რა იცი ჭორვილა რუსეთი ჭორვილა მეტი არ იცის უბირი გაუნათლებელი ტოლუ კაცია რა გოგანო ბოსლიდან ამოსული აი ეგ არის რა ეგ არის და რაც იცის იმას აგე უნდა შევაშინო მოვიპარო ჩავაგდო დავაშანტაჟო ამერიკელებზე როა გაბრაზებული კობახიძეს ირანში უშვებს გასვენებაში გონიათ რომ ამერიკელებს შეეშინდებათ ახლა ბიძინასი და
ეტყვია ბიძინა რა გაგეხარდა. იგივე ის დამოკიდებულება ხა წერილი რო გამოაქვეყნა, ფსიქიურად შერყეულია ხალხო ვერ ატყობთ. ერთსო იმიტომ არ ხვდებიო რომ დამაკომპლექსებენო და ჩემი ფულიო დამიბრუნონო. ანუ ბიძინას წინადადება ამერიკელების მიმართ რა არის? ანუ არ ვაჭარბებ, არც უტრირებას არ ვაკეთებ. ამერიკელებს ეუბნება რომ ჯარი გადასხით შვეიცარიაში, ბანკიდან ფული გავომიტანეთ და ჩავომიტანეთ ჭორვილაში და მე ვიფიქრებ ამერიკის ელ შევხვდები თუ არა. არ არის ფსიქიურად შერყეული? ეს არის ისე კოცებს მიმართავ ახლა. ძვირფასო კოცეო თქვენ ხო იძახით რომ ცოტნე დადიანი არის ბიძინა, რეინკარნაცია მოხდა ცოტნე დადიანის, გობრონის, 9 ძმა ხერხებს ამშობლოს წირავს თავ, ფულს წირავს თავი და Deep State-ს ამარცხებს უკვე ცოტა აკლია. ცოტა აკლია ერთი მოქნევა מחვილის და Deep State-ი მკვდარია, ხო? და ამერიკის ელჩთან შეხვედრის ეშინია თქვენ იმას, კოზმანაშვილს. ეგ არის კოცებო, თქვენი მაგარი ბიძინა, მორწმუნე ბიძინა, ქრისტიანობის მხსნელი. საპატრიარქოს ადმინისტრაციაში რო არიან კიდე მეუფეები, რომლებიც ჩვენ გვატყვილებენ თორე თვითონ კარგად იციან ვინც არის ბიძინა, კუდიანებთან რო აქვს ურთიერთობა და ყველას ხო გამოგიქვეყნათ ისა რა ქვია თქვენი პირადი ცხოვრება ვინმე წამოიკნავლეთ მან ხმა ამოიღეთ ხმა და საერთოდ ამასაც მიაქციოს ხალხმაც უნდა დაიწყოს დიფერენცირება რა ვინც ბედავს წინააღმდეგობის გაწევას და ვინც ვერ ბედავს რო არიან დადუმებულები რატო არიან დადუმებულები რატო ვერ იღებენ ხმას? ეს არის მაცხოვრის გზა? ის ჩვენთვის ჯვარზე ავიდა. და ესე ნექს არ აიდგიებენ ამ ქვეყნისთვის. და ეშმაკთან არიან შეკრულები აგერ. ბიძინას სახელით. ბიძინა კიდე კუდიანებს დაძდებს, ჩამოყავს, სულებს იძახებს, რაღაცეებს შვება, რაღაცებს იმერხებს ეხვევა, ქვებს ეხუტება. უნდა 800 წელი იცხოვროს. ისე ერჩევას მივცემ ბიძინას ძველ სამყაროში ეგონათ რომ იმას რა ქვია თუთიას სვამდნენ ამის გამო რომ დიდხანს იცოცხლებდნენ ასეთი იყო ცინში ხუანდი ჩინეთის პირველი იმპერატორი და სვამდა და მე ცუდად დაამთავრა შენს რაღაც ამ შარში არ გაეხვიო ბიძინა რაღაც არ დაგალევიო იმგენმა არ გაგიკეთო იმნაირი რომ ადამიანის სახე დაკარგო ისედაც დაკარგული გაქვს უკვე ეს არის რა. აგერ თავისიანებს დაერია, ვიღაცები გაყარა, ვიღაცები დაიჭირა. გომელაური რატო გაწია, როგორ ფიქრობთ? რაღაც უნდა და ახლა ეს დასანქცირებული გომელაური ახლა რა. გაწვეთილი გომელაური, რომელიც სანქციების ჯომოლუნგმაზე ამოყო თავი, მაგნიცკისია, ამის ზევით უკვე აღარაფერი აღარ არის. ვარსკვლავები ამის ზევით და გომელაური აწე რა ვიცი იყოს ახლა და რას გამორჩება ასე მოგექცევათ სულ ყველას თუ არ გექცევათ კოცებო ადამიანებად არ აქვთვლეთ ისე ამ საკითხში კი ვეთანხმებ ბიძინას რომ ვინც ასეთი ყმები და მონები ხართ ადამიანები არ ახართ თამაში ბიძინა მართალია რაღაცებს გულწრფელად გველაპარაკება ჩვენ მომეცით ჩემი ფული დამებრუნეთ ისეთ პრიმიტივია გონია რომ შვეიცარიის ბანკმა იმიტომ წაართვა ფული რომ ამერიკელებმა დაავალეს Deep State იქ ხო ვიღაცა ბნელები ყავს რაღაცებს რო უყვებიან ხელმოცავრი ფილოსოფოსები ყავს იქა რომლებსაც სტატიები არ გამოუქვეყნეს ამერიკელებმა და ამიტომ გამძარებულები არიან იმათზე დასავლეთზე და რაღაცა ამნაირი ლუზერების შეკრება რა ლუზერების ცხოვრებაში ვაფერს ვერ მიაღწიეს კი ბატონო. და გაბოროტებულები რო არიან ყველაზე, იმიტომ რომ ყველა ხო ეგოცენტრისტი არის და ყველას გონია რომ სამყაროს ოქროს ჭიპია, გენიოსია, ტალანტებით არის ახსავსე, მაგრამ არ აფასებენ. აი ევროპა, ამერიკა არ გვაფასებს. ამაში ასე რო იძახის, რომ იქ უნდა გაუშვოს სამუშაოდ, ახლა როგორ უნდა გაუშვოს, ევროპათან არ უნდათ. აფერისტია ხო უყურებთ იქაც ტყუილებს ყვება. საქართველოს დაქცევის გეგმა რო გამოგვიქვეყნა რომ წადითო სალვაგარში მუშაობთო და ენას გავსწავლითო და თვითფრინავის ბილეთებს აგიღებთო მაგაშიც აფერისტია. ბიძინა არის სინონიმი სიცრუის. სადაც ბიძინა დადის, იქ სიცრუე დაყვება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თქვათ უკვე გამოვიყენოთ ასეთ ფორმულა. რატომ მომატყუილე, ხო? შეგვიძლია თქვათ, რატომ მომაბიძინე? რატომ იტყუილები, რატომ იბიძინები?
თავისუფლად შეიძლება თქვა. ო, სიცრუე არის სიბიძინე. ახალ ტერმინად დამკვიდრდეს. რატომაც არა, რა შეუშლის ხელს? ისევე როგორც ცდილობ, მაგრამ ვერ მივახცია ეს პოლიცია კრიმინალთან შეზდილი. იდეალური სახელი არის ტონტონ მაკუტები, იმაში რა ქვია, ჰაიტში რო დაამყარეს, სადაც იქაურმა ბიძინამ, შავკანიანმა ბიძინამ, დივალიამ შექმნა პოლიციისა და ეგრეთ წოდებული პრესტუპნიკების ერთი ორგანიზაცია, ტონტონ მაკუტები. ესე მაკუტები არიან. ფორმით რო ზოგი ფორმით დადის, ზოგი უფორმოდ დადის. ჩვენ მივიღეთ კრიმინალური პოლიცია და პოლიციური კრიმინალი. თუ ძველი ბიჭი არის, რა უნდა საარჩევნო უბანთან? ძველ ბიჭობას ხო თავის კანონი აქვს. ო, მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ქურდები წითელი ფერის პროდუქტს არ ჭამ, პამიდორს არ ჭამდნენ, პრიმას არ ეწეოდნენ, წითელი იყო და მეთო, იმათ თავის პრინციპები ქონდა. ის ანტიცივილიზაცია იყო და რაღაც ანტიელიტა იყო რა, იატაკქვეშა, ხო? ომის მერე იყო სუჩეი ვაინა ასე ერქვა და რაღაცები და ისე თავის პრინციპები ქონდა. ესე ვინ არის? ნასეტკები სუსის. და აშინებენ ხალხს, ქალებს და ბავშვებს. და პოლიციელები შიდა პერიმეტრზე, გარე პერიმეტრზე ძველი ბიჭები. ტონტონ მაკუტები, გაგანია. მაკუტები არიან. ახლა მინისტრი გამოუცხო, ვინ მოიყვანეს? ვანო მერაბიშვილის გელაძე, მე სწორად მახსოვს. ორმოდან ვიღაცა გელა ვინ არის? რუსებს აქვს ნათქვამი. ხო, რუსებს აქვს ნათქვამი, კარგი ფორმულა, რუსებს ბევრი კაი რაღაცები აქვთ რა, სხვათა შორის, მიუხედავად დღევანდელი სიტუაციის. Strana не знает своих героев, რა. ქვეყანა არ იცნობს თავის გმირებს. ვინ არის ეს? ვინ არის? წინა ხელისუფლების ჯურღმულებიდან მოიყვანა. საერთოდ ისე დაუკვირდეთ, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ. დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის წინა ხელისუფლებას და ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხო? შემადგენლობა ნახეთ ანუნა, შეგიძლიათ დათვალოთ და მაგი არ გაგიჭირდა და გამოაქვეყნოთ მე. მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები, პოლიცია, ტონტონ მაკუტები, შეხედეთ, ან არიან დაბრაკული ნაცები, ან არიან ყოფილი ენჯეოშნიკები. ყველა. აბა, მე ენჯეოშნიკებთან რაზოს ურთიერთობა არ მქონია. და ასე ვაპირებ გავაგზელო. იმიტომ კი არა, თაკილობ რაღაცას, უბრალოდ არ მჭირდება და მიტომ ბევრ სჭირდება. ბევრ გაჭირებულ სჭირდება. ესე ვინ არიან? პაპუაშვილი, სოზარ სუბარი იყო თავისუფლების ინსტიტუტის წევრი. სოროსის ორგანიზაციის. მე კი არ ყოფილი ვარ იქა. პაპუაშვილი გერმანელების ის არის არასამთავრობო. რა ვიცი, ეს კობახიძე კიდე იმათი არის. ყველა იქაურია. ისეც მაგარი მგენს არჩევენ. კადრებს არანაკლებს ვიდრე რუსები არჩევენ. ყოფილი ნაცები, დაბრაკული ნაცები. მოღალატეები, ერთხელ უღალატებს, მე მეორეჯერაც უღალატებს. ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ისე, მე გეუბნებით ის რაც ვიცი და რაც მას უთქვია ჩემთან. ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ასეთ ხალხს. ამიტომ ასე ადვილად იშორებს. წამოიკნავლა რომელიმე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გადააყენა და გაუშვა დაწყებული კვირიკაშვილი, დამთავრებული ხისთავიანი რო არის, ირაკლი ღარიბაშვილი. რომელიმე წამოიკნავლა, რატო ვერ იღებენ ხმას, იმიტომ მირთმეული აქვთ. და ამაღანვე შეიძლება რომ დაიჭიროს ბიძინა. ასე არიან სულ ყველა ორმაგი კომპრომატი. ვალებში გაწევს, ფულს გაძლევს, სესხები გამოი, ორჯერ მითხრა, მე რატო არ გამოგაქო ქართუდანო ფულიო. შემოგთავაზად სესხი? ამჭირდება, ფულიო კაცო, რა უთხარი, ამჭირდება თქვა, ეჭვის თვალით მიყურებდა. და მეორე არის პირადი ჩანაწერი, ყველა მიქარავს რაღაცას. ყველას პრობლემები აქვს ოჯახებში. შვილებთან დაკავშირებით, ცოლებთან დაკავშირებით, ქმრებთან დაკავშირებით, ოჯახის სიწმინდისთვის რო იბრძვიან. ახლა ჩვენ ხო ვიცით ყველა და ყველაფერი ვიცით, თბილისი პატარა ქალაქია და საქართველოს პატარა ქვეყანაა. იმნაირ ხალხი ლაპარაკობს ქართველობაზე, იმნაირ შალვა რამიშვილი ლაპარაკობს ქართველობას იცავს, შალვა რამიშვილი. ეს მექთამე სექსუალური მანიაკი.
მანიაკია სექსუალური და თან ქთამისთვის ყავდა დაჭერილი მიშაზურს და რატომ მარჯვენა არ გამიხმა მაშინ მის გამოშვებაზე ხელი თავდებაზე ხელი მოვაწერ. ბევრი რაღაცები მეც ამაქვს მიქარული, მაგრამ სხვისგან განსხვავებით განვიცდი ამას და ვცდილობ რომ გამოვისყიდო რაღაცები და გამოვასწრო. კი ბატონ გუბას აი ესეთი ხალხია. კი ბატონ გუბას სადღაც 23-ში რელიგიას იცავენ, რომელსაც არ იცნობენ. რამდენ მოციქული ყავდა, რა ერქვათ იმ მოციქულებს, რატო ავიდა ის ჯვარზე, რა გვითხრა, როგორ გვითხრა. ქრისტიანობა თავარ პრინციპი რო არის. ქრისტიანობა უარი თქვა ძველ აღთქმაზე და ახალი აღთქმა რატო მივიღე? ძველ აღთქმაში თვალის წინ, კბილის წინ, ახალ აღთქმაში არის ერთი ლოყა, მეორე ლოყა. ესე როგორ შეიძლება იყო ქრისტიანი? რა მნიშვნელობა აქვს მარხვას იცავ, არ იცავ? გამოიწვია. კი ბატონ, ხელახლა დავუკავშირდებით ჩვენ ბატონ გუბას, ეს მინდოდა მე თქვა სწორედ და რომ სატელეფონო კავშირი ხაზია უკვე. დიახ. თუ არ იცავ, გაბოროტებული რო ხარ და ვიღაცის სიკვდილი გინდა და მოწყვეტა გინდა, უკვე ქრისტიანი აღარ ახარ და ქოცობა ასეთია. სიბოროტით, შურით, შიშით, ფობიებით აფეთქებული გონება აქვს ქოცობას და იდეოლოგიაც ეგეთი აქვს რა. დაწყებული იქიდან რომ მასონებს და ხვლიკებს და რეპტილოიდებს ებრძვიან და ბოლოში აი რამოდენიმე თვეში ახ თუ გაძლეს მანამდე ბოლოში იტყვიან დედამიწა არის ბრტყელი და გვატყვილებენ. აი ეს არის მათი მენიუ, რუსული პროპაგანდის მენიუ. კი ბატონ გუბას იმ ნაწილზე მინდა ბოლოს აი რამდენიმე წუთი მაქვს. აი თქვენ თქვით რომ ოპოზიციას და ზოგადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ხალხსაც რაღაცა 6 თვე აქვს ვადა იმისთვის რომ რაღაცა გესმით ბატონ გუბას რაღაცას ისწორებს და ბატონო? გესმით ჩემი რომ ვსაუბრობ? კი, მესმის. ხო, აი 6 თვე არისო ბატონ გუბას ბრძანეთ რომ აი ეს 6 თვე არისო მნიშვნელოვანი და უნდა გამოიყენოსო ოპოზიციამ. აი რაში მაშინ ასე დავსვამდი კითხვა და დრო ვის სასარგებლოდ მუშაობს? ივანიშვილის თუ იმ პროტესტ? თუ არაფერს ანუნა ძალიან მარტივად არის საქმე რა. თუ პოლიტიკური ალტერნატივა, ბანაკი, ოპოზიციური ბანაკი, დიდი ბანაკი არ შეიქმნა, ასე გაგრძელდება ესა. ისე ვიძახი რა, ჩვენ ხო გვინდა დახმარება დასავლეთელი მოკავშირეებისგან და მეგობრებისგან. მათ უნდა მივცეთ საშუალება პირველი რასაც ითხოვენ ისინი, რომ პოლიტიკური ალტერნატივა შექმნით. პოლიტიკური ალტერნატივა რა, კონცენტრირება ბირთვის გაჩენა, ბანაკის დაცემა, კონცენტრირება ძალების, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, მედია ასევე კონცენტრირება პოლიტიკური, ანუ ნახეთ როგორ რაღაცა იმ უცხოელებისთვისაც და ჩვენი ხალხისთვისაც რომ აი ბიძინა რო არ ვარგა, ქოცობა რო არ ვარგა, გასაგებია, მაგრამ აი ეს ვარგა. ეს აჯობებს ამას. და ის ლაპარაკები რომ არჩევნებს რომ მოვიგებთ და მე გავაკეთებთ კოალიციას, ხალხო ბოდიში მომითხოვია და რაღაცა იმას ანანიზმს ემსგავსება ეს უკვე რა. პოლიტიკური ანანიზმია ეს უკვე. ახლა თუ ვერ ერთიანდები, საიდან აძლევ შენ ამ ქვეყნის მოქალაქეს გარანტიას, რომ ჯერ არჩევნებს მოიგებ და მე თეორიაში ასე დაშლილი თუ მოიგებ არჩევნებს, მე გააკეთებ იმას, რა ქვია, კოალიციას. შეიძლება ერთ შარმანკაზე უკრავდეს ოპოზიცია ლამის უკვე 10 წელი. ერთი პლასტინკა აქვთ რა. ერთი და იგივეს იმაშია, უკრავა. 20-ში რა შეცდომებიც დაუშვეს, გამოსორება კი არ მოხდა. გააღრმავება მოხდა 24-ში. ამოცანები რა იყო ოპოზიციის? ანუ ჩვენ ამას თუ არ ვილაპარაკეთ და თუ ვილაპარაკეთ, რომ აქეთ ქალწულები არიან და იქეთ გათახსირებული ხალხი, აფერი არ გამოგვივა რა. კი ბატონო. ლაპარაკი იყო რომ ესე იგი ბიზნა უნდა გაუშვათ, მაგრამ ყველა სინამდვილეში სხვა განწყობა ქონდა. ერთს უნდოდა რომ ქოცებზე ხმები წაერთვა, მეორეს უნდოდა რომ შუამომრჩეველი მოეზიდა, მესამეს უნდოდა რომ მეოთხეზე ხმები წაერთმია და ასე შემდეგ რა. და ყველა შეეროდა რომ 26-ში ბიზნეს მიდიოდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 წელია იძახის ერთიანობა, მაგი როგორ გვასწავლებს ჩვენ ჭკუას და ზოგი ისე იქცევა, ისეთ პრიმიტიული აზროვნება აქვს, რომ რახან მიშას ერთიანობა უნდა
ესე იგი ერთიანობა არ არის საჭირო. არ გვინდა ჩვენ ერთიანობა, იმიტომ მიშას უნდა, მაგრამ მიშამ ახლა რო თქვას რომ დაიშალეთ მარტინ მომრავლება თუ იქნება გვეშველოს და გაერთიანდნენ. აი ასე არიან რა. მე ზოგად გლობალურ პროცესებს ვერ ხედავ. ხელისუფლება ხო ვერ ხედავს რა ხდება, ომი მიდის დიდი, ახალი სამყარო იბადება. კი ბატონო. ძველი აღარ დაბრუნდება, რაც იყო, ახალი როგორ იქნება არავინ არ იცის. ყველა თავისას ცდილობს, ყველა ძლიერდება, ყველა უსაფრთხოებას იძლიერებს, ყველა ახალ მოკავშირეებს ეძებს, ყველა ჯარს აძლიერებს, ყველა ენერგიას იკრებს, ყველა რაღაცის კონცენტრირებაშია. ერთი ჩვენა ვართ, რომ ჯარი არ გვინდა უსაფრთხოებაზე, თქვათ უარი და ვიქნებით უსაფრთხოებაზე. თავზე ნაცარს თუ წავიყრით აფხაზებთან, რუსებთან და ოსებთან, იმგეს გული მოუბრუნდებოდ და ჩვენსკენ წამოწევ ერთი ორ ცხრებსაც გადმოაგდებენ. რუსებთან თუ ვიტყვით, რომ მიშა არის პირსისხლიანი მოღალატე, ფაშისტი, რომელმაც ომი დაიწყო მშვიდობიან, ისა ყვავილებით მოფენილ რუსეთთან, ხო, რუსებს გული მოუბრუნდებათ და იმას გვიზამენ, რა ვქვი, აფხაზებს და ერთ შეკითხვა მაქვს, ანუნა, სირიაში ხელისუფლება რო შეიცვალა. დიახ. არაღიარების თემა წამოწია ქვეყნის შიგნით ნაციონალურმა მოძრაობამ, სხვას მე ვერ ვხედავ. და საზღვარგარეთში დადიან დელეგაციას ჩვენ პარტნიორებთან, ამერიკელებთან, IPP-ის ყრილობაზე, იქ ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. და იმათმა წამოწიეს ახლა სირიის ახალმა ხელისუფლებამ უკან წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. სხვა ხმას არ იღებს, არც ქოცები იღებენ, არც არავინ არ იღებს. და ჯო ვილსონი, რომელიც მოითხოვს სირიის ახალი ხელისუფლებისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების გაუქმებას, ჯო ვილსონი ქოცებმა გამოაცხადეს ქართული ხალხის ტრად. გასაგებია, ბატონ გუბა, დასასრულისკენ. აი რა არის, იცით, მე უფალი რო გაგვიწყდება, ნუ გაგვიყვირდება რა. კი ბატონო, აქვს და კარგს რო ვერ გაარჩევ, შავს და თეთრს რო ვერ გაარჩევ. დაჟჯა უფალმა იცის უფლის სამართალი ყოველთვის დაჟჯადი არის, ხო? როგორც ადამიანებსაც ჯის, ხანდახან ერებსაც ჯის და რატო გჭირს ასე? იმიტომ გჭირს, იმიტომ ვერცხლს გავყევით. მადლობა, ძალიან დიდი. ვერცხლს გავყევით. მე შოკიან კაცს წავყევით, აგა. ერი და ბერი. ეს არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გუბას, მადლობა იმისთვის, მადლობთ ანუნა და მოკითხვა ყველას და ბოლოს მინდა დავამთავრო ტრადიციულად. დიდება უფალს, დიდება საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინის არმიას. ამინ.